თავდაპირველად დავიწყოთ სწორედ კლინიკაში არსებული ვითარებით, სადაც არასრულწლოვანი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ჯერჯერობით მედიკოსებს მედიასთან განცხადება არ გაუკეთებიათ, თუ როგორია არასრულწლოვანი შემთხვევების მდგომარეობა, როგორც მედიკოსები გვეუბნებიან, სავარაუდოდ დღის განმავლობაში მედიასთან გაკეთდება ოფიციალური განცხადება, რომლის მეშვეობითაც უკვე გახდება ცნობილი, თუ როგორია დააკავებული არასრულწლოვანი შემთხვევების მდგომარეობა, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ გვიან ღამით კლინიკაში მას შემდეგ გადმოიყვანეს, რაც საცხოვრებელ სახლში ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა დაკავების მიზნით ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღამის საათებში დიდი სპეცოპერაცია ჩაატარეს. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ამ წუთებში კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და კლინიკის შიგნით, სადაც არასრულწლოვანი გოგონა ყავს მედიკოსებს განთავსებული, პოლიციელები არიან მობილიზებული და ბუნებრივია ჩვენ სამართალდამცველებთან ჰქონდა კონკრეტული კითხვები ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რადგან 10 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებდა, რომ ამ საქმეში არ არსებობდა პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც არასრულწლოვნის ბრალეულობას დაადასტურებდა, თუმცა რა მტკიცებულებები მოიპოვა ახლა სახელმწიფო ბრალდება მიაინაძის წინააღმდეგ ჯერჯერობით არის უცნობი. 10 თვის განმავლობაში ბრალდება ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩაატარეს ყველა სახის საგამოძიებო მოქმედება, ამ საქმეში არ იყო პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც ამ არასრულწლოვნის ბრალეულობას დაადასტურებდა, თუმცა რატომღაც გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ არასრულწლოვნისთვის ხელბორტილები დაედოთ. შესაბამისად, მთავარ კითხვად ამ დრომდე რჩება, რა დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვა სახელმწიფო ბრალდებამ არასრულწლოვნის წინააღმდეგ, რადგან ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ბევრჯერ დაგვისვა მკითხვები მიაინაძესთან დაკავშირებით, რადგან გიგა ავალიანის დედა ამტკიცებდა, რომ სწორედ არასრულწლოვანი გოგონა იყო ის პირი, რომელმაც დააორგანიზა ეს ჯგუფური თავდასხმა, თუმცა გიგა ავალიანის დედის მტკიცების მიუხედავად ფაქტია, რომ ამ საქმეში არ არსებობდა მტკიცებულებები მის წინააღმდეგ, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სახელმწიფო ბრალდებას გამოწყობილი ჰქონდა მეტასგან ის მიმოწერები, რომელიც სავარაუდოდ იყო წაშლილი და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს მიმოწერები მოიპოვა ახლა სახელმწიფო ბრალდებამ, რომელიც შემდგომში გახდა არასრულწლოვანი გოგონას დაკავების გარემოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. რა მტკიცებულებები მოიპოვეთ იმნაძის წინააღმდეგ 10 თვის შემდგომ, რომ მისი დაკავება გახდა საჭირო ღამის 11 საათზე? გვეტყვით, რამე მიმავის საფუძველი არსებობდა, ბატონო პოლიციელო? ბატონო პოლიციელო, თქვენ გითხარით, მიმავის საფრთხე არსებობდა თუ რატომ გადაწყვიტეთ 10 თვის შემდგომ ამ ადამიანის დაკავება არასრულწლოვანი 11 საათზე ფაქტობრივად სპეცოპერაციის გზით დააკავეთ? გითხარით, რა მტკიცებულებები ჰქონდათ პოლიციელებს? ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზება. ეს არის სწორედ ბრალდება, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება დაკავებულ არასრულწლოვანს ედავება. სავარაუდოდ დღის განმავლობაში სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლები დაკავებულ არასრულწლოვანთან შევლენ მას და გააცნობენ ბრალის ოფიციალურ დადგენილებას და სწორედ ამის შემდგომ გახდება უფრო მეტი დეტალი ცნობილი, თუ რა მტკიცებულებები მოიპოვა სახელმწიფო ბრალდებამ ამ საქმესთან დაკავშირებით. როგორც პირველებს გვაქვს ინფორმაცია, მას შემდეგ რაც საქმე უკვე სათაოქო სასამართლოში შევა და მოსამართლე ახლოთი ღონისძიების შეფარდებაზე იმჯერებს, სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელი მოსამართლეს ახლოთი ღონისძიების სახით პატიმრობით მიმართავს. ეს არის ყველაზე მკაცრი ახლოთი ღონისძიება, რომელსაც მიაინაძის წინააღმდეგ სახელმწიფო ბრალდება მოითხოვს. როგორი იქნება მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს სწორედ სასამართლო პროცესების დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი. კიდევ ერთი პირი არის დაკავებული, რომელიც ჩვენი ინფორმაციით ახლა თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფება. ეს არის არასრულწლოვანი ანასტასია ბერუაშვილი, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუწყობინებლობას ედავება. Mamuka, share with the guy, Tioja, pass with him,
აი ამას აი ამის დანაშაულში ხო ოდნავ არ დაუწე ყველა საკადის ხმას არ დაუწე რისაფუძველზე მაინტერესებს რისაფუძველზე რა წერია იმ გაჩინებაში რისაფუძველზე ეს გამჩნდება გაიცნო ადვოკატი რა გიორგი რისაფუძველზე გაიცნო სამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც ფორმალური რაღაცები წერია, არაფერი კონკრეტული. მაინტერესებს რატო იჭერენ ნიაკოს რატომ იწავს გეხოთო მიხარ ხომ იცია აი სასამართლო გადაწყვეტილების გაჩუმი რატომ კიო, შენც ხო იცი, რა ის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე არ არის დამყარებული. დღეს თუ ხო ის ხო ყველაფერი გამოვაძე სააშკარაოზე. ხომ გაიცანი გავეცანი გიო, გაჩერებას. მე გახსოვს არა ეს ბავშვი შენ ხო წაიყვანე საავადმყოფოში. გიო, ეს ბავშვი შენ ხო წაიყვანე საავადმყოფოში. პროცესიდან ეს ბავშვი შენ ხო მანქანით გააქანე, რო არ მომკვდარიყო საავადმყოფოში. შენ ხო მიიყვანე. ერთად ხომ მიყვანე ერთად ხომ მიყვანე ნუ მომები მართლა ესენი არასრულყოფანი რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს 10 თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ამ სისხლის სამართლის საქმეზე მოკვლევა საგამოძიებო უწყება დაიწყო, ის თანამშრომლობდა გამოძიებას და ყრივა ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც მას ჰქონდა ასევე საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს ამოღებული ჰქონდათ მობილური ტელეფონი, რომელსაც ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა, შესაბამისად რატომ გადაწყვეტა ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა გუშინ არასრულყოფნის დაკავება, ეს რჩება ამ დრომდე მთავარ კითხვად, არსებობდა თუ არა მიმავის საფუძველი ან 10 თვის შემდგომ მტკიცებულებების განადგურების საფუძვლები, ეს არის ახლა მთავარი კითხვა, რაზეც ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს პასუხები, ველოდებით შესაბამისი უწყების მხრიდან უფრო მეტ დეტალს ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეკაპატაძე ამ თვეების განმავლობაში ითხოვდა იმ არასრულყოფნების შესაბამის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც გიგა ავალიანის ბურისით მოცულ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებენ.